ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც იწამა მესია, რომელიც მოვიდა ადამიანთა სახსნება. როგორ იწლება სამყაროს შექმნის ამბავი. და ეს პირველი ხსენება მესიის ეს უმნიშვნელოვანესია. როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანები დაასახლა ისინი სამოთხის ბაღში. ეს იყო გარეგნულადაც სამოთხე იყო და მათი მდგომარეობა იყო შინაგანი სამოთხის მდგომარეობა, რადგან ღმერთთან ჰქონდათ პირდაპირ კავშირი, უცოდველი მდგომარეობა. და აქ არის ერთი ძალიან საინტერესო ადგილი, როდესაც გამოუვო ღმერთმა ადამიანს ნეკნი და დედაკაც შექმნა ნეკნისგან, ხო? და თქვა ადამიანმა, აი რა უწოდა ადამიანმა თავის ცოლს? რა უწოდა? ევა. ესე გონია, ხო? და ღმერთმა შექმნა ქალი დედაკაცს ღმერთმა და დედაკაცი მიუყვანა ადამიანს და თქვა ადამიანმა, ეს კი მართლაც ძვალია, ძვალი ჩემთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას. ევა კი არ უწოდა. გერმანულში ესეა მენი, მან ხوارი კაცი და მენინ, ანუ დედრობით. ჯერ ევა არ ერქვა დედრობით ადამიანს. ხო? რატომ არ ერქვა ჯერ ევა, ამას შემდეგ გავიგეთ. ადამმა მას უწოდა დედრობითი ადამიანი, ასე რომ ვთქვათ რა. ნუ ეს იყო კაცი და ეს იყო დედაკაცი. ხებით? და აკურთხა ღმერთმა ეს ადამი და ევა და უთხრა რომ მიეწევება კაცი თავის ცოლს და იქნებიან ერთ ხორცი და იმრავლეთ, გამრავლით და აავსეთ ქვეყანა და შიშველი იყვნენ ორივე და არ ცხვერდნენ, ხო? ალფა მარაბის რამცნება მისცემათ, რომ ყველა ხისგან შეგიძლია ჭამოთ, მხოლოდ ერთი ხეა სამოთხეში, კეთილის და ბოროტის შეცნობის და იმ ხის ნაყოფი არ ჭამოთ, ხო? საკვებად რა მისცა უფალმა ადამიანებს, იმ სამოთხეში? რა იყო ადამიანების საკვები? ხილი. ესე წერია ზუსტად. თქვა ღმერთმა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზე იზრდება და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი, ეს იყოს თქვენი საზრდო. ხორცს არ ჭამდნენ ადამიანები. მოუხდა რომ ჭამეთ მხოლოდ მცენარეული, თესლის მთესველი, ნაყოფი, ხილი, ბოსტნეული, რაც არის მცენარეული. სისხლი არ უნდა დაეღურულიყო. ამიტომ ეუბნება. მაგრამ ის სამცნება რომ იმ ხის ნაყოფიდან არ ჭამოთ, ხო? ადამიანებს გონია მე ხის ნაყოფი იყო ვაშლი. ვაშლი იყო მხოლოდ მართლაც? სიმბოლური. ხო, იმიტომ რომ აქ აქცენტი იმაზე კი არ არის გაკეთებული, რა იყო ეს ნაყოფი. აქ აქცენტი გაკეთებული იმაზე რომ ცნება არ უნდა დაერღვიათ უფლის. უფალმა რომ უთხრა ცნება რომ ამისგან არ შეჭამოთ. ეს ცნება იყო მთავარი. აი კათოლიკურ სამყაროში ვაშლია მიჩნეული, ხო? თუმე რატო? იმიტომ რომ ლათინურში ვაშლი და ბოროტება ერთ და იგივე სიტყვაა. ვაშლს ქვია malus და malum არის ბოროტება. ხო და ამიტომ ეს მხატვრებმა აიღეს ეს სიმბოლიკა, რომ ბოროტების ნიშანია ვაშლი, იმიტომ რომ ერთდაერად გამოიყენებოდა ლათინურ სამყაროში, თორემ ნაყოფი იყო უბრალოდ. არსებით ის არ არის რა შეჭამეს. მაგრამ შემდეგ ადამმა და ევამ დაარღვიეს ეს ცნება, როგორ დაარღვიეს? გველი ყველაზე ბოროტი იყო ადამიანთა შორის, მაგრამ ეს არა გველი როგორც ცხოველი, არამედ როგორც მედიუმი, როგორც სატანის, ეშმაკის მედიუმი, რომელმაც ადამიანებს უთხრა აზრი ის რაც იყო ბოროტისგან. სამოთხეში მაშინაც იყო ბოროტება? ბოროტება იყო იმ გაგებით, რომ არჩევანში იდო ბოროტება. რადგან თავისუფალი უნდა ყოფილიყვნენ. ამის რომ ღმერთს რომ სატანასთვის აეგრძალა გველისთვის მათთან მიკარება, ადამიანების თავისუფლება იქნებოდა შეზღუდული, ხო? სატანა ეშმაკი არ იყო სამოთხეში, მაგრამ მათ არჩევანში იყო ეს, მოусმენდნენ თუ არა მას. ეს რომ არ ყოფილიყო მათ არჩევანში, ისინი იქნებოდნენ მაშინ რაღაცნაირად შეზღუდული ადამიანები, რობოტები, უფლის რობოტები, რომლებიც ხოდ იმას აკეთებენ, რაც ღმერთს. მათ თვითონ უნდა აერჩიათ ნებაყოფლობა. რა თქმა უნდა, მათ თვითონ უნდა აერჩიათ უფლის მორჩილება და უფლის ცნების აღსრულება. ამიტომაც უფალმა დაუშვა, რომ სატანას ან გველის სახით შეეძლო მათთვის ცდუნება გაემზადება, ხო? და უთხრა გველმა, რომ მართლა გითხრათ ღმერთმა, რომ თუ შეჭამ დაიხოცებით ამ ხიდან და უთხრა კი
და უთხრა რომ არა, მასე არ არის. არ დაიხოცე. თავარი შეწოდება ადამიანის და ევას ის იყო რომ ღმერთი მათყუარად ჩათვალეს. როცა სატანა მათ უთხრა რომ გველმა რომ არა მასე კი არ არის, ყველა გითხრათ ღმერთმა. მან იცის რომ თქვენ ამას რომ შეჭამთ უკვდავები იქნებით. დაიჯერეს ბოროტის ნათქვამი რომ ღმერთი ესე იგი მათყუარა, ესე იგი ატყუებს ღმერთი. ეჭვი შეიტანეს, ხო? ეჭვი შეიტანეს ღმერთის ცნებაში და ბატონო? როგორ სიკვდილი? უკვდავები იქნებით რა. არა, როგორც ღმერთები ვით იქნებით. ღმერთები ვით იქნებითკვდავი, თქვი მე. ღმერთები ვით იქნებით, ყველაფრის მწოდნეები იქნებით ღმერთები ვით. სიკვდილი არა. ხო. და შეჭამეს ეს ნაყოფი, ეს ჩვენც არ არის ხან არსებითი და ამან გამოიწვია მათი დაცემა. და გამოჩნდა ღმერთი საღამოს 64-ში და ეძახეს ადამიანს, სადა ხარ? და ისინი კი დაიმალნენ ხეებში. ლევრის ფოთლებით დაიფარეს და ნერგან შიშისშვილე იგზნეს. და რატომ ცხენია უფალმა უთხრა, იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, რომელიც მე არ გიწარე. ადამა უთხრა ევამ შემასდინა და მომცა და შევჭამე. და აქ ისმის უფლის რისხვა და ამოხს უფალი. უთხრა უფალმა გველს, რა კი ეს ჩაიდინე, წეული იყავი ყველა პირს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის, მუცლი თიხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე. აწევდა ღმერთმა გველი. ტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის. შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის. ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე. აი ეს არის ის მუხლი, სადაც მესია პირველად ნახსენები. და რას ამბობს? შენს თესლსა, შენ მიმდევრებს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის შთამომავლობას შორის ჩამოვაგდებ მტრობას, ეუბნება ღმერთი. ის თავს გაგიჭეჭყავს, ბოროტს ეუბნება. შენ კი ქუსლს დაუგესლა. სადაც სრულდა ეს? დედაკაცის შთამომავალი. მესია მისი შვილი. ღვთისმშობლის. აქ არ ამბობს რომ ადამიანის შთამომავლობა შორის. ამბობს რომ დედაკაცის რატო ახსენებს დედაკაცს? იმიტომ იუდეველთა წიგნებში ყოველთვის როდესაც გენეალოგიაზეა ლაპარაკი, ყოველთვის მამებია ჩამოთვლილი. ეს ერთადერთი შემთხვევა, სადაც უფალი ამბობს რომ შენს შთამომავალ დედაკაცის შვილს შორის. ეს უკვე მინიშნება რომ მესიასთან რაღაცა არაჩვეულებრივი უნდა მოხდეს. ქალიშვილი უნდა იყოს, ქალწული შვილი. შემდეგ ხდება რომ ეს ქალწული უნდა იყოს. ხდებით? არის წესი უნდა ეთქვა კაცსა და წესი ადამიანიც იყო, ხომ? მაშინ უნდა ეთქვა რომ აი ადამიანის შთამომავლობას შორის, მაგრამ უფალი ამბობს რომ დედაკაცის თესლი ნიშნავს შთამომავლობას, ხომ? დედაკაცის უკვე მიანიშნებს უფალი რაღაცა განსაკუთრებული უნდა მოხდეს. განსაკუთრებული რა მოხდა ქრისტეს შობისას? უმამოთშობა. ქალწულის საგანშობა, უმამოთშობა, ხომ? აი ამ მესამე თავის 15 მუხში უკვე ნახსენებია ეს საიდუმლო. მტრობას ჩამოვაგდებ დედაკაცის თესლს შთამომავლობას და შენს შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს. თავს რო გაუჭეჭყავ გველს რა ხდება ამ დროს? დები გველი კვდება. შენ კი ქუსლს დაუგესლა. ანუ თვითონაც მოკვდება მესია. მაგრამ მარადიულ პერსპექტივაში მესია გაიმარჯვებს ბოროტებაზე. ის რომ თავს გაგიჭეჭყავ, შენ ქუსლს დაუგესლა. შენ მას მოკლავ, თავს გაუჭეჭყავ, ხო ეს რამე ყარა ნახსენე. ქუსლის დაგესვლა ნიშნავს რომ ეს კი ჭრილობა იქნება მისი. მაგრამ ეს არ იქნება მისთვის სიკვდილი. ეს რა მახსენებს რომ შენ მას მოკლავ მესია. აი ასე თავს გაჭეჭყვა სხვა რამეა, ქუსლის დაგესვლა სხვა რამეა, ხო? შეიძლება გველმა ქუსლი დაგიგესოს, მაგრამ არ მოხდება, ხო ხდება ეს? ხომ? გველმა შეიძლება გიკაბინოს ფეხზე, მაგრამ არ მოხდება. აი ეს ანალოგია მიანიშნებს რომ თავის გაჭეჭყვა სიკვდილია, მარადიული საბოლოო სიკვდილია გველისთვის, მაგრამ ქუსლზე დაშხანვა ნიშნავს რომ ეს კი ჭრილობა იქნება მისთვის, მაგრამ ის არ არის სიკვდილი, ის არ მოხდება. ანუ რა მოხდა ჯვარცმის დროს? ქრისტე კი მოკლეს. ქრისტე მოკლეს, მაგრამ აღადგა მგრეთი. ხო? ხო თავისთავად კიდევ ამობენ იმას შეჯერებას არის რომ ის ქუსლს უგესლავდა ნიშნავს რომ ლუსმანი რო დაარტყეს ფეხებში ქრისტეს
ზოგიერთ ახსენებ ქუსლში გაუყარეს ეს ურსმანი. ფეხი როგორ ეკირა მას, ხო? როცა ადამიანი დაკიდებულია, ფეხი აქვს ესე. აქედან როგორ ტყავ ურსმანს, პირდაპირ ქუსლში გადის ის ურსმანი. ხომ ასეა? დევიდა, აი ამ ადგილას უკვე უფალი ამას ახსენებს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ გაუგებარია. შემდეგ წიგნებში, შემდეგ წინასწარმეტყველებებში, ხო? მოსეს წიგნებში უკვე კონკრეტდება ეს ყველაფერი. რომელი შტოდან მოვა, ვისი შვილი იქნება, სად დაიბადება, რომელ ქალაქში დაბაში დაიბადება, სად გაიზრდება და ყველაფერი. ეს მთელი ძველი აღთქმის წიგნები 1200 წელს რაც წლის განმავლობაში დაიწერა, აკონკრეტებს იმას მესია ვინ იქნება. და იუდეველებს მაგის მიუხედავად მაინც როგორ აღარსდა. ეს თუ ესე დასაბუთებულია. ხო, მაგრამ არ კითხულობენ ამას. იცით რა აღარსდამთ იუდეველებს? აი იუდეველი მოზარდი როცა იწყებს, ხო? ბავშვი როცა იწყებს იმის სწავლას, წმინდა წერილების სწავლას, ბიბლიას კი არ კითხულობს. თალმუდი როგორ არის ისეთი დაწყობილი, როგორ არის თალმუდი როგორ არის დაწერილი, ასეთი გვერდი ხომ არის? მსხვილი შრიფტით თავარი ტექსტი არის ებრაული ტექსტი. ორიგინალი. შემდეგ უფრო პატარა შრიფტი არის არამეული თარგმანი მისი, შემდეგ უფრო პატარა განმარტება და განმარტება. როცა ბავშვი იწყებს კითხვას რაბინების განმარტება. უფრო მსხვილი შრიფტით არის ცნობილი რაბინების განმარტება, უფრო წვრილი შრიფტით არა ნაკლებად მნიშვნელოვანი რაბინის განმარტება. მაგრამ როცა ის კითხულობს ამ მუხლს, აი ამ მუხლს, იქვე წერია მისთვის ეს რას ნიშნავს. ნებია თალმუდში უკვე, თუმცა თალმუდსაც რომ დაკვირვებით კითხულობდნენ, თალმუდში ბევრ ადგილას მესია ნახსენებია. თავს წერო ეს არის მესია ნახსენები. ეს ხსენებები 300-დან არის ეს პირველი. ეს არის პირველი. ეს ყველაზე პირველი და უმთავრესი. იმ 350 მითითებიდან ეს არის პირველი და ყველაზე მთავარი. აქ არის უკვე ნახსენები ის, რაც აღსრულდა ქრისტეს მოსვლისას. სახარებაში, ხო? რომ ეს ადგილი გვიჩვენებს ჩვენ რას? რომ მესია მოვა დედაკაცისგან, დედაკაცის თაობად. ეს რა იყო ჯერ იუდეველებმა თქო და არ იცოდნენ. გენეალოგიაში იოსების გამწერია.